მჭამენ ადამიანები. ხო, რაღაც სულელური კითხვაა, ხო? ერთადერთი ენერგიის წყაროა ადამიანისთვის საკვები. ჩვენ ფოთლები ვით არ შეგვიძლია მზისხივები ენერგიად გარდაგვხნათ, მაგრამ ამიტომ ჭამთ. შენ ამიტომ ჭამ, რომ შენი ორგანიზმი გადარჩენს, თუ ჭამ სიამოვნებისთვის. დღეს გავიგებთ, რატომ გასუქდა მოსახლეობის 70%, როგორ მდიდრდებიან კვების ინდუსტრიები ჩვენი გასუქების ხარჯზე. დავამსხვრებთ 6 მითს კვებაზე, რომელიც ხელს გვიშლის წონის კლებაში და ვისაუბრებთ იმაზე, შესაძლებელია თუ არა ტვინის ისე გადაწყობა, რომ მას მუდმივად ჯანსაღი საკვები მოუნდეს. ხოთე დავიწყეთ. საკვები თანამედროვე სამყაროში გახდა ყველაზე იოლი ხელმისაწვდომი სიამოვნების წყარო. ძალიან დიდი პროცენტი ჩვენი ჭამის არის არა ჩვენი გადარჩენისთვის და ენერგიისთვის, არამედ სიამოვნებისთვის. ამას ნეირომეცნიერები ჰედონურ ჭამას ეძახიან. ჭამა ენერგიისთვის არის ჰომოესტასური ჭამა, ხოლო სიამოვნებისთვის ჰედონური ჭამა. მაგრამ რომელი მიზეზითაც არ უნდა ჭამდე, ყველაფერი მოქმედებს ჩვენს დოპამინურ სისტემაზე. როცა ვჭამთ, ანუ ფიქრობთ, ან ვამზადებთ, დოპამინები გამოიყოფა ტვინში და ჩვენ უფრო სასიამოვნოდ გრძნობთ თავს. ამიტომ დღევანდელ დღეს, როცა ყველაზე იოლი ხელმისაწვდომი დოპამინური აქტივობაა საკვები, ადამიანები ვჭამთ გაცილებით მეც, ვიდრე ჩვენ ორგანიზმი მჭირდება და შესაბამისად ორგანიზმი უფრო დისბალანსია, როგორც წინა ეპიზოდებში გავიგეთ და ხშირად აკეთებს ნეგატიურ ემოციას. გარდა იმისა, რომ კვება სიამოვნების წყაროა, ის ძალიან ხშირად ხდება ჩვენი ცუდი ემოციების გადაფარვის შესაძლებლობაც. რამდენჯერ მქონია, როცა რაღაც ნეგატიური ემოცია მიგრძვნია. იმავე წამს მომდომებია მაცივართან მისვლა, საყიდულეს გამოღება და ნაყინის აღება. ჩვენ ხშირად საკვებით მიღებულ დოპამინებს ვიყენებთ ჩვენი ტკივილების, ტრავმების, ნეგატიური ემოციების გადასაფარად. და სხვათა შორის სწორედ ამიტომ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ უკიდურესი სიმსუქნე და მიმართავენ ბარიატრიულ ოპერაციას, ანუ კუჭის დაპატარავების ოპერაციას, რასაც ეძახიან, განვითარებულ ქვეყნებში თუ მათ ფსიქოლოგი არ ყავთ, ამის უფლებას არ აძლევენ. რატომ? იმიტომ რომ ეს სიმსუქნე ძალიან დიდი ალბათობით გამოწვეული იყო მენტალური პრობლემებით, ჭამით ხდებოდა ამ პრობლემების გადაფარვა და როდესაც ოპერაციას იკეთებენ და მალე გადის აღფრთოვანება ახალი გამხდარი სხეულით, ის პრობლემები, რომელმაც გამოიწვია არაზომიერი ჭამა, წინა პლანზე მოდის და ადამიანებს ეწყებათ მენტალური პრობლემები და 7 ჯერ იზრდება ალკოჰოლიზმის რისკი. იმიტომ რომ საკვების დოპამინური აქტივობის ჩანაცვლება ასე მარტივად არ არის შესაძლებელი. ერთადერთია ეს სწრაფად სწორედ ალკოჰოლი ანაცვლებს და ამიტომაც ალკოჰოლიზმის რისკი ინმატებს. ეს არ ნიშნავს, რომ ყველას ეს პრობლემა აქვს და არ ნიშნავს იმას, რომ ეს ოპერაცია არ უნდა გაიკეთონ ადამიანებმა. ძალიან ხშირად ის არის სიცოცხლის გადამრჩენელი, იმიტომ რომ უკიდურესად დიდი წონა ძალიან საზიანოა ჯანმრთელობისთვის. ეს მაგალითი მოვყევი იმის საილუსტრაციოდ, რომ კვება ჩვენთვის გახდა ჩვენი ფსიქოლოგიური დაწყნარების საშუალებაც. კარგი, ესე იგი იშვიათად, მაგრამ ჭამთ, რა თქმა უნდა, ენერგიის მიღებისთვის, ჭამთ სიამოვნებისთვის, ჭამთ ნეგატიური ემოციების გადაფარვისთვის, მაგრამ რატომ გვაჭმევს ჩვენი ორგანიზმი იმდენ საკვებს, რომელიც ჩვენთვის საზიანოა? საქმე იმაშია, რომ ჩვენი ტვინი და ჩვენი ორგანიზმი ჩამოყალიბდა მაშინ, როდესაც მაღალცხიმიანი, მაღალგლუკოზიანი საკვები ძალიან რთული მოსაპოვებელი იყო. ამიტომ კოდირებულია ტვინი, როგორც კი დაინახავს ისეთ საკვებს, სადაც გლუკოზა მაღალია, შენ მოტივაცია მოგცეს, რომ ის საკვები მიიღო. გარემო შევცვალეთ, მაგრამ გენები იგივე გვაქვს. და ის რომ ჩვენ კოდირებული გვაქვს მიდრეკილება, მაღალკალორიული და მაღალგლუკოზიანი საკვების მიმართ, შესანიშნავად იციან კვების ინდუსტრიებმა. სწორედ ამიტომ უამრავ ფულს ხარჯავენ ისეთი პროდუქტის შექმნაში, რომელიც მაღალ დოპამინურ რეაქციას იწვევს, ესე იგი ჩვენ ძალიან გვიყვარდება ეს საკვები, ხვდებით მასზე დამოკიდებული და შემდეგ ჯანსაღ საკვებზე ნაკლები დოპამინი გვიმუშავდება და გვიჭირს ჯანსაღი კვება. ასეთი საკვების მაგალითებია სწრაფი კვების ობიექტები, ულტრაგადამუშავებული საკვები, გაზიანი სასმელები, პურპუნთუშეული და პრინციპში უდიდესი ნაწილი იმისა, რითიც იკვებება თანამედროვე ადამიანი. იმ ცივილიზაციაში, სადაც უმთავრესი ღირებულება არის სიმდიდრის დაგროვება, დოვლათის შექმნა, ეს მოდელი შესანიშნავად მუშაობს. ჭამე სწრაფი კვების ბურგერი, დააყოლე გაზიანი სასმელი, ასეთი საკვებით მოიშალე ჯანმრთელობა, აუცილებლად მერე დაგჭირდება ფარმაცია, მერე დაგჭირდება ექიმი, მოკლედ ყველა ფეხის ნაბიჯზე აი ამ მოდელით იქმნება კაპიტალი, გროვდება სიმდიდრე, მაგრამ ადამიანების ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობა უფრო და უფრო უარესდება. სწორედ იმიტომ, რომ ჩვენი გენები არ არის ადაპტირებული იმ გარემოსთან, რომელიც ბოლო 100 წლეულებია და განსაკუთრებით ბოლო 100 წელია, მოვა
დავაწყეთ, გვაქვს სავალალო შედეგი. მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში ნორმალურ წონის მიღმა არის 73% მოსახლეობის. ანუ ნორმალურ წონას ეძახიან, როდესაც შენი სხეულის მასის ინდექსი ნაკლებია 25-ზე. სხეულის მასის ინდექსი ალბათ იცით გამოითვლება ჩვენი წონა გაყოფილი ჩვენი სიმაღლის კვადრატზე. და თუ ის 25-ზე ნაკლებია, ითვლება რომ ეს არის ჯანმრთელი წონა 18.5 ზევით. ესე იგი, შეერთებულ შტატებში მოსახლეობის 31% თითქმის არის ჭარბწონიანი, ხოლო სიმსუქნე აქვს 42.4%. ევროკავშირში ოდნავ უკეთესი სურათია, მაგრამ მაინც ძალიან მძიმე. 50% აქვს ჭარბი წონა, ხოლო 17% აქვს კლინიკური სიმსუქნე. და საქართველოშიც ძალიან მძიმე მდგომარეობა გვაქვს. 20.7% არის ჭარბწონიანი, ხოლო სიმსუქნე აქვს 53.4%. ანუ 64% ადამიანების არ არიან ნორმალურ წონის დიაპაზონში. ამას ემატება კიდევ ერთი ის პრობლემა, რომ ის ადამიანებიც კი, რომლებიც ცდილობენ ჯანსაღად იკვებონ, მათი არჩევანიც ძალიან შეზღუდულია. ასეთი კვლევა ჩაატარეს, რამდენ მინერალს შეიცავდა 1965 წელს პომიდორი მაგალითად. პომიდორს ჰქონდა 26 გრამი კალციუმი, ახლა აქვს 16, ჰქონდა 49 გრამი C ვიტამინი, ახლა აქვს 27. მწვანელობიოს 1965 წელს ჰქონდა 65 გრამი კალციუმი და 19 გრამი ვიტამინი, დღევანდელ მწვანელობიოს 19 კალციუმი და 13.6 C ვიტამინი. რატომ შემცირდა? იმიტომაც რომ ბიზნესის მოთხოვნა იყო პროდუქტი მალე არ გაფუჭებული იყო, რომ მათ ბევრი არ ეზარალათ, შესაბამისად გამოიგონეს ისეთი ჯიშები, რომლებიც თაროზე დიდხანს ძლებენ, მაგრამ შემცირებული აქვს მინერალების და ვიტამინების რაოდენობა შიგნით. აი ამ ყველაფერს კიდევ ემატება უამრავი ფულის ხარჯვა სილამაზის სტანდარტების შექმნაზე. და შესაბამისად ერთის მხრივ ვასნეულებთ სხეულს კვების რეჟიმებით, მეორეს მხრივ ადამიანებს სოციალური ქსელებით, რეკლამით, ტელევიზიით, ფილმებით ვუქმნით არასრულფასოვნების განცდას თუ რომელიღაცა კონკრეტულ წონაზე არ არიან, შედეგად ვაგროვებთ დოვლაც, მაგრამ ჩვენი მენტალური ჯანმრთელობა ქვევით მოდის, იზრდება დეპრესია, კვებითი აშლილობა, შფოთი, სუიციდის რაოდენობა და ყველა სხვა დაავადება. ეს არის რა რეალობაც დღეს გვაქვს ჩვენ თანამედროვე ცივილიზაციაში. მაგრამ მე ამ ყველაფრის მოყოლა იმიტომ არ მინდოდა, რომ რომელიმე ცივილიზაციის ან ქვეყნის დისკრედიტაცია მომეხდინა. პირიქით, ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ რა გარემო გამოგვივიდა და ჩვენ სამწუხაროდ ვერ შევცვლით კვების ინდუსტრიების ფულისადმილ ტოლვას, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ ჩვენ რას ვირჩევთ, რა საკვები მივაწოდოთ ჩვენს ორგანიზმს. მაგრამ აქ შეიძლება მკითხო კი, მაგრამ აი ახლა რაც მოყევი, რომ ჩვენ გვაქვს კოდირებული მიდრეკილება გლუკოზაზე, ცხიმიანზე, მოყევი რომ დოპამინები ამაზე რეაგირებენ, მოყევი რომ ყოველ ფეხის ნაბიჯზე გვაქვს არაჯანსაღი, მაგრამ მაღალ დოპამინური პროდუქტი, რანაირად უნდა მოვახერხოთ ასეთ გარემოში სწორი კვება. ლოგიკური კითხვა, მაგრამ მინდა მოგიყვეთ ასეთი მექანიზმი, რომელიც დაკვირვებით აღმოჩნდა. დოპამინური სისტემა რეაგირებს იმ საკვებზე, რომელშიც უფრო მაღალია გლუკოზა, უფრო მაღალია ცხიმი, უფრო მაღალია პროტეინი, მაგრამ როგორც კი რაღაცა ვადით შენ ასეთი ტიპის საკვებს არ აძლევ ტვინის დოპამინური სისტემა ზუსტად იგივენაერად რეაგირებს ჯანსაღ პროდუქტზე. აი მარტივი მაგალითი. მე ძალიან მიყვარს ვაკეთებ ესეთ ჯანსაღ დესერტს, ვაშხს და მსხალს გამოვაცხობ, მივირთმევ იოგურტთან, თხილთან, ფინიკთან და კენკრასთან ერთად, რომელიც არის სუპერ ჯანმრთელი დესერტი. მაგრამ თუ იმ დღეს, ან წინა დღეს, ან 2 დღით ადრე ჭამე ძალიან გემრიელი ტორტი, ამ საკვებით მე სიამოვნებას ვერ ვიღებ. რამდენიმე დღე თუ მე სწორად ვიკვებები, ზუსტად ისეთივე სიამოვნების მომნიჭებელია ეს ჯანსაღი პროდუქტი და რატო? იმიტომ რომ დოპამინური სისტემა ტორტზე კი არ რეაგირებს მარტო. ის რეაგირებს არსებულ არჩევანს შორის ყველაზე მაღალ გლუკოზიანზე, ყველაზე მაღალ კალორიულზე. და თუ ეს არჩევანი არ აქვს, ის ზუსტად იმდენივე დოპამინს გამოიმუშავებს, რამდენსაც გამოიმუშავებს იმ ტორტზე. ოღონდ როცა ეს არჩევანი არ აქვს, თუ რაღაცა ვადით შენ ორგანიზმს არ აწვდი, აი ამ ძალიან მაღალ კალორიულ საკვებს, შენი დოპამინური სისტემა ჯანსაღდება და იწყებს რეაგირებას ნებისმიერი ტიპის ჯანსაღ საკვებზე. ზუსტად იგივე სიამოვნებას იღებ და ძალიან ხშირ შემთხვევაში უფრო მეტ სიამოვნებასაც იღებ, იმიტომ რომ მარტო დოპამინი არ არის. შენ როგორ ძელვადიანად ენერგიულად გრძნობ თავს, რომ არ იტვირთება შენი ორგანიზმი, მერე ორგანიზმი იმახსოვრებს იმ მდგომარეობას, რომ ამ საკვებით შენ უფრო დიდხანს გრძნობდი თავს კარგად, ვიდრე
ძალიან დიდ ბურგერს რო მიირთმევდა, მე საკმაოდ უჭირს ორგანიზმს მისი მონელება. მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ დოპამინური სისტემა იცვლება თუ შენ გადაწყვეტ, რომ რაღაცა ვადით გააკეთო დეტოქსი და ცოტა ხანი ეს არჩევანი წაართვა შენ დოპამინურ სისტემას. ხოდა მოდი ახლა დავანგრიოთ ის მითები, რომელიც საკვებზე გავრცელებულია და რომლის გავრცელებაში სწორედ ამ ინდუსტრიებმა ძალიან დიდი როლი ითამაშეს. მითი ნომერი პირველი, მთავარი არის კალორიები. რა თქმა უნდა, თუ ძალიან ცოტა კალორიას იღებ, გახტები და თუ ძალიან ბევრს მოიმატებ, მაგრამ მთავარი კალორია არ არის. აღმოჩნდა, რომ ამ იდეის გავრცელებას სწრაფი კვების ობიექტები ძალიან ხელს უწყობდნენ, იმიტომ რომ თუ ადამიანებს ეგონებოდათ, რომ მთავარი კალორია, მაშინ ნაკლებად მიაქცევდნენ ყურადღებას, რა მინერალებს შეიცავს ის პროდუქტი. ესე იგი, შეგიძლია გამოუშვა ბოდიში და ნაგავი პროდუქტი და ადამიანი თუ კალორიას გააკონტროლებს, ეგონება, რომ ყველაფერი კარგად იქნება. წინამძღოლში ერთი და იგივე რაოდენობის კალორია, ბოჭკოტის სავსე საკვების და ისეთი საკვების, რომელიც მარტივ ნახშირწყლებს შეიცავს, აბსოლუტურად განსხვავებულია. ესეთი კვლევა ჩაატარეს, ერთ ჯგუფს აჭმევდნენ ზუსტად 1500 კალორიას, მაგრამ ეს კალორიები შედგებოდა შვიისგან, ფერმენტირებული პროდუქტისგან, ანუ ისეთი საკვებისგან, რომელიც შეიცავს ბევრ დიეტურ ბოჭკოს, ფაიბერს და მეორე ჯგუფს ზუსტად 1500 კალორიას აძლევდნენ, მაგრამ ეს საკვები შეიცავდა ჰოთ-დოგებს, ორცხობილებს და ისეთ საკვებს, რომელსაც ყოველდღიურად ბევრი ადამიანი იღებს. გაცილებით მეტი დაიკლეს, რა თქმა უნდა, იმ ადამიანებმა, რომლებიც უფრო ჯანსაღად იკვებებოდნენ იმავე კალორიებზე და მეტიც ისინი ამოწმებდნენ, რამდენ კალორიას ორგანიზმი დევნიდა. საქმე იმაშია, რომ ჩვენ რომ საკვებს ვიღებთ, ყველაფერი ორგანიზმში არ რჩება, რაღაცა ნაწილი გამოდის განავლის სახით და ნახეს, რომ 126 კალორია გამოდიოდა იმ ადამიანების ორგანიზმიდან, ვინც იკვებებოდა ბოჭკოთი მდიდარი საკვებით. ესე იგი, არ ხდებოდა მთლიანად ათვისება იმ პროდუქტის, რომელსაც იღებდნენ. ესე იგი, კალორიები კი არ არის მთავარი. მთავარია რა მინერალებისგან, რა მაკრონიუტრიენტებისგან შედგება ეს საკვები. მითი ნომერი 2. ვარჯიში ახთუნებს. რა თქმა უნდა, არიან ადამიანები, რომლებმაც დაიკლეს ვარჯიშის დროს, მაგრამ თუ კვების რაციონი არ იცვლება, მხოლოდ ვარჯიში სტატისტიკურად კლებას არ იწვევს, პირიქით ხშირად იწვევს მატებას. და აი ამ მითის გავრცელება, რომ ვარჯიში შესაძლებელია დაკლება თუ კვების რაციონს არ შეცვლი, ხელშეწყობილი იყოს სწორედ ისევ აი ამ კვების ინდუსტრიებით უდიდეს ფულს ხარჯავდნენ თურმე მაკდონალდი, კოკა-კოლა და სხვა კომპანიები, რომ ეს მოსაზრება გავრცელებულიყო. რადგან ადამიანს თუ ეგონებოდა, რომ თავარია ივარჯიშოს შეუძლია რაც უნდა ისჭამოს, რა თქმა უნდა, მათი პროდუქციის მოხმარება იზრდებოდა. ვარჯიში ძალიან ხშირად იწვევს მატებას, იმიტომ რომ ადამიანებს ჯერათ, რომ თუ ვარჯიშობენ, უფრო ნაკლებად მოიმატებენ. ვარჯიშის დროს გლუკოზის დოზა სისხლში ქვევით ეცემა, ამ დროს ძალიან გშივდება და შენ იმ დაჯერებით, რომ ნაკლებად მოიმატებ, თურმე გაცილებით მეც ჭამ გაუცნობიერებლად აკვირდებოდნენ ადამიანებს და აღმოაჩინეს, რომ 300-400 კალორიით მეც ჭამს ადამიანი ვარჯიშის შემდეგ თითოეულ კვებაზე. ასე რომ ვარჯიში ხანდახან იწვევს წონაში მატებას. ვარჯიში ყველაფრისთვის კარგია. მენტალური ჯანმრთელობისთვის, ფიზიკური ჯანმრთელობისთვის, ფორმაში ყოფნისთვის, კუნთის მასის ჩამოყალიბებისთვის, სიცოცხლის გახანგრძლივებისთვის, მაგრამ წონაში კლებისთვის ნაკლებად. თუ გვინდა რომ წონაში დავიკლოთ, უნდა მივიღოთ ის საკვები, რომელიც მეტაბოლიზმს აჯანსაღებს. მითი ნომერი 3. 0%-იანი შაქრიანი საკვები არის კარგი. თუ ტკბილია პროდუქტი და არა აქვს რეალურად შაქარი, ეს ნიშნავს, რომ გამოყენებულია ხელოვნური დამატკბობელი, რომელიც ხვდება ენის რეცეპტორებზე, ტვინში სიგნალი მაინც მიდის, რომ თითქოს გლუკოზა უნდა შემოვიდესო. ტვინი მაინც აკეთებს ინსულინს და როცა არ შემოდის გლუკოზა, ეს სტრესია ორგანიზმისთვის და საზიანოა ჩვენთვის. ასე რომ ხელოვნურ დამატკბობელიანი საკვები არ არის ჯანმრთელობისთვის კარგი, მაგრამ არის ძალიან კარგი მარკეტინგული ხრიკი. ისევე როგორც მითი ნომერი 4. ძალიან დაბალცხიმიანი ან 0 ცხიმიანი საკვები არის კარგი, მაგალითად ხაჭო ან კეფირი. არა, იმიტომ რომ თუ პროდუქტი მაინც გემრიელია და არის გადამუშავებული იმგვარად, რომ ცხიმი გამოცვლილი აქვს, ეს ნიშნავს, რომ დამატებული აქვს იმდენი სხვა ქიმიური დანამატი, რომელიც ანადგურებს შენს კუჭნაწლავის სისტემას და აზიანებს შენი კუჭნაწლავის კედლებს. ამიტომ ჯობია ჭამო ჩვეულებრივი ცხიმიანი, ნაკლებად გადამუშავებული საკვები. მითი ნომერი 5.
საუზმე არის დღის ყველაზე მნიშვნელოვანი კვება. არა, საუზმე არ არის ყველაზე მნიშვნელოვანი და თავისუფლად შეიძლება გამოტოვოს საუზმე. პირიქით ძალიან ხშირად საუზმის გამოტოვება ადამიანებს ეხმარება იმაში, რომ მადა კონდეთ ნაკლები მთელი დღის განმავლობაში და საბოლოო ჯამში ნაკლები კალორია მიიღონ. ზოგადად ნაკლები და ჯანსაღი კალორიების მიღება ჯანმრთელობისთვის უკეთესია. საუზმის გამოტოვება არაფერს არ აშავებს და აღმოჩნდა, რომ ეს მითი თურმე წამოსულია სიმინდის ფანტელების კომპანიის სარეკლამო რგოლიდან. To me, breakfast is my most important meal. და დამკვიდრდა როგორც სამეცნიერო ფაქტი. თავისუფლად შეგიძლია გამოტოვოს საუზმე. მითი ნომერი 6. ხშირ-ხშირი პატარა ულუფებით კვება მეტაბოლიზმს აქტიურებს და უფრო კარგია წონაში კლებისთვის. არა, არც ერთი კვლევა, როგორც მეცნიერები ამბობენ, არ ადასტურებს ამას. პირიქით ხშირ-ხშირი კვება უფრო მადის აღუძვრელია და შეიძლება გაცილებით მეტი კალორია მიიღო. კარგი, დავანგრიეთ მითები, მაგრამ სწორი რა არის? აი ამაზე ვსაუბრობ ამ ეპიზოდში.